ჩვენ ყველაზე ახლოს მაინც ალბათ რუსეთის და ბელორუსეთის მაგალითი გვაქვს. ჩვენ ინტერვიუს პირველ ნაწილში მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება, ახლა მოვიმსჯელოთ რა არის გამოსავალი, როგორ ვუმკურნალოთ ამ დიაგნოზით დაავადებას და ზურა კაპანაძე უნდა გაგაცნო დათო, რომელსაც აქვს იდეა როგორ მოვაგვაროთ მართლა ის გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშეა ემიგრაციის ჩართულობით და ყველანი ვთანხმდებით, რომ ემიგრანტების აქტიურობის კონტრიბუციის გარეშე წარმატება ამ პროცესში რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. მოკლედ, ზურა, მოდი დათოსაც გავაცნოთ იდეა, რას გულისხმობს ხიდების მშენებლების პროექტი. რეალურად მე მგონია, რომ ეს იდეა არავის არ ეკუთვნის კონკრეტულს და მათ შორის არც მე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან მარტივი, ლოგიკური ჯაჭვია. იმ პირობებში, როცა საქართველოს სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ტოვებს, პროდასალურად განწყობილი, თავისუფლების მოყვარე, ლიბერალური ღირებულებების და ჩვენ გვაქვს განცდა და აღქმა, რომ საქართველო არის ამ სამყაროს ნაწილი, მარტივი მათემატიკური განტოლების ლოგიკით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, რომ ქვეყანაში რჩება სულ უფრო ნაკლები რესურსი აი ამ ცვლილებებისთვის, ხო? ეს ადამიანები არ მიდიან არც ირანში, არც რუსეთში, მათ შორის იმ ჩინოვნიკების შვილები ან ყოფილი ჩინოვნიკები. ის ადამიანები მოდიან დასავლურ სამყაროში, ხო? შესაბამისად, ისეთი საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანები, რომელშიც დაბრუნდებოდა ემიგრაციაში მცხოვრები 100,000-ობით ქართველი, არის აქ, ამერიკაში და ევროპის კავშირში, ევროკავშირის ქვეყნებში, ხო? ჩვენი ხედვა არის ის, რომ ეს არის მთავარი რესურსი, ადამიანური რესურსი და ამ ადამიანების გაერთიანებით კონკრეტული პროექტული აქტივობების ირგვლივ შეუძლია გარდატეხა მოახდინოს იმ ვითარებაში, რასაც ჩვენ ვართ. ეს გააკეთეს თავის დროზე ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენთან ყველაზე ახლოს ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, შესაბამისად არაფერს ახალს ჩვენ არ ვიგონებთ.